საქართველოს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუძლამ განაცხადა. იგი მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 46-ე მსოფლიო კონგრესს დაესწრო. მისი განმარტებით OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი. OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველოს ორჯერ უმასპინძლა 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს OIV-ის მერვე გენერალურ ასამბლეას. აღსანიშნავი არის, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჯონ ბარკერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მაისში იმყოფებოდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონგულაშვილს შეხვდა. მევენახეობა მეღვინეობა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დარგი, სტრატეგიული მიმართულება, საქართველოს არის ღვინის სამშობლო, ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის OIV-ის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობა, როგორც ჩვენ გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან საინტერესო პროექტებს განახორციელებთ, რომელიც ხელშეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას საერთაშორისო